მოგესალმებით, ვიწყებთ გადაცემას ძიმე კაცთან. დღეს ჩვენი სტუმარია ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი. როგორ ახარ ზურა? მადლობა, კარგად. წინა სტუმრის კითხვა უნდა დაგისვა, ზვიად ციკოლიასი, როდის გახდებაო საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი ფეხბურთში? მიუხედავად იმისა, რომ მე ძალიან კარგად ვერ ვადევნებ, ამას გულახდილად უნდა ვთქვა, რომ ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი. და ვერ ხედავ კარგ ახანს ამის შანსს, სამწუხაროდ. ძალიან სამწუხაროა, მაგრამ ესე. ისე პელე თუ მარადონა? მე იმ თაობას მივეკუთვნები, როდესაც მარადონას ეპოქა იყო და შესაბამისად ჩემთვის მარადონა. იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ უყურებ რაღაცა კადრებს, იმ ეპოქასაც უნდა გრძნობდე და პელეს ეპოქას ხოლმე ვერ გრძნობ. შესაბამისად მარადონა. ფროიდი თუ იუნგი? აზრი არ აქვს, ეხლა რაც არ უნდა ვთქვა ამასთან დაკავშირებით. ფროიდი უბრალოდ ერთიც და მეორეც ხო ახსნის რაღაცა თეორია არის და ფროიდს დავაფასებდი, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი გარღვევა იყო. და მანანა კობახიძე თუ ეკა ბესელია? თინა ხიდაშელი. კარგი, აი ნაციონალურ მოძრაობაში რა უნდა შეიცვალოს, რომ საზოგადოების კეთილგანწყობა დაუბრუნდეს ამ ძალას? ჩვენში ხედავენ კომპეტენციას და გამოცდილებას. ჩვეულებრივ რასაც მოისმენ, თქვათ, სუფრაზე არის ის, რომ ეგენი ჭკვიანები იყვნენ, მაგრამ ბოროტები თუ ჩათლახები თუ რაღაც ეგეთი. ნამდვილად ხედავენ კომპეტენციას და გამოცდილებას, თუმცა რაღაცა წრეში არსებობს შიში, რომ ეხლა ესენი რომ მოbrunდებიან, გაბოროტებულები ხო არ იქნებიან და რაღაცა ტიპის შურისძიება ხო არ იქნება და ჩვენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა რის წინაშეც ვდგავართ, როგორც პარტია არის ის სწორედ ის, რომ საზოგადოება დავარწმუნოთ, რომ შურისძიება არ იქნება. რაც არ უნდა ემოცია კონდეს, თუნდაც ჩვენს მხარდამჭერს მათ ძალიან კარგად უნდა იცოდნენ დღეს, რომ საქართველოს ამ პოლიტიკური შურისძიებების ტალღას ვერ გადაიტანს. ის რაც დღეს ხდება ლართან დაკავშირებით. ამის ერთ-ერთი გამპირობებელი მთავარი ფაქტორი არის ის პოლიტიკური არასტაბილურობა, რაც მოყვა პოლიტიკურ შურისძიებას. ამიტომ ჩვენ რაც არ უნდა ემოციურად ვინმეს შიგნიდან ამის ჭია ღრღნიდეს, ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი და ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანს ნაციონალურ მოძრაობაში ეს კარგად გვაქვს გაცნობიერებული. და აი რა უნდა შეიცვალოს? აი თავარ შეცდომად რა მიგაჩნია აი ამ წლების განმავლობაში რაც დავუშვით. ეხლა საერთოდ ჩვენი პროექტი, ვარდების რევოლუციის პროექტი არის თამასის მაღლა აწევა. ის რომ ჩვენ ხაჭაპურს კარგად ვაკეთებთ და კარგ ღვინოს ვაყენებთ, ეს საბჭოთა კავშირშიც იყო და 90-იან წლებშიც, მაგრამ ჩვენ თქვით, რომ რაღაცა მეტი გვინდა, ხო? ჩვენ გვინდა ვიყოთ თუნდაც რეგიონში მოთამაშე, ეკონომიკურად, პოლიტიკურად და ასე შემდეგ. და დღეს სამწუხაროდ დღეს დავეშვით ისევ იმ დონემდე, რომ რუსეთის უკანა ეზო უნდა ვიყოთ და ჩვენთვის გამოვაცხოთ ხაჭაპური, რაც არის ივანიშვილის კონცეფცია. ამიტომ ჩვენ როცა თამასა მაღლა ავწიეთ, ბუნებრივია ამას ეს მოითხოვს თითოეული ადამიანისგან საზოგადოებაში მეტ ძალისხმევას და ბუნებრივი უარყოფითი რეაქციაც მოყვება ამას. და რაც უფრო წავიდა მივდიოდით წინ, მით უფრო მეტად გვიჭირდა უკვე ნენელა ძალა გამოგვეცალა ამ რეფორმების და შესაბამისად ეს ყველა ხელისუფლება ძველდება და ბუნებრივია ჩვენც მოგვივიდა. მაინც თუ შეცდომაზე არის ლაპარაკი, არის რა, რომ არის რაღაცა იდეალური სამყარო, როგორც წარმოგიდგენია, მაგალითად საქართველოში განათლების სისტემა და არის რეალობა, ხო? და პოლიტიკოსი კომპრომისს აკეთებს იდეალურსა და რეალურ შორის, რა არის შესაძლებელი.
და ჩვენ რაღაცა მომენტებში ზედმეტად ან ძალიან იდეალისტურად ვიქცეოდით, ან ზედმეტად რეალისტურად და ამას გრძნობდა საზოგადოება ამ რყევას ჩვენს ქმედებაში და გადაწყვეტილებებში. არ ფიქრობ, რომ ადამიანის უფლებები ირღვეოდა? რა თქმა უნდა, სამწუხაროდ ეს იყო და ჩვენ ამაზე პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ბუნებრივია გვგრძნობთ, ამას განვიცდით. კიდევ ერთხელ ყველა საზოგადოება ხო რის გარშემო ტრიალებს, ხო? არის სამი ძირითადი რაღაცის გარშემო ტრიალებს, სამკუთხედი რო წარმოვიდგინოთ, თავისუფლება, წესრიგი, თანასწორობა. ჩვენ ბრალს გვდებენ, რომ აი თანასწორობის მიმართულებით ის რომ თქვა სოციალური პოლიტიკა როგორი ქონდა, ამაში ხო ბრალს გვდებენ ჩვენ, ხო? ჩვენ აქცენტი ქონდა წესრიგზე, თავისუფლებაზე, მაგრამ ბუნებრივია სადღაც ბალანსი გერღვევა და რა თქმა უნდა, ჩვენ როცა წესრიგი დავამყარეთ, შეიძლება რაღაცა აზრითაც თვითკმაყოფილებას მივეცით და შანსები გაუშვით. შენ თქვი ერთ-ერთი ინტერვიუში თუ დაწერე, არ მახსოვს ზუსტად, რომ ქართლის დედასო ერთხელში ფალოსი უჭირაოსო და მეორეში საშო. რატო გაგიჩნდა ეს აზრი? ეს ჩემი სტუდენტობის დროინდელი სტატია არის, რომელიც იყო მცდელობა. სტატიის ქვესათაური არის ძალიან საინტერესო, ჩემი აზრით, ეს არის ქართული ატრაქციონების ტიპოლოგია. ანუ წარმოიდგინეთ, შვილი მიყვავს ვაკის პარკში, ან ზოოპარკში, ან ბოტანიკურ ბაღში და მის გვერდით ყოველთვის არსებობს რაღაცა ტიპის წარსული, რაღაცა ტიპის გმირი, რომელიც სულ თავს გახსენებს და რაც მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ტრადიციას და ისტორიას ვაფასებდით, მაგრამ ის ამავდროულად არ უნდა გვბოჭავდეს. ჩვენ თამამები უნდა ვიყოთ, ცოტა როგორც მაგალითად ინგლისელს შეუძლია იღადაოს თავის რომელიმე ისტორიულ ფიგურაზე და სასაცილო მულტფილმი გადაიღოს რობინ ჰუდზე, ან არა აქვს მნიშვნელობა, ხო? ჩვენ ესეთ სითამამეს გვიკარგავს და სტატია სხვათა შორის თანამედროვე ძირითადად ფრანგი ფილოსოფოსების ციტატებით არის გაჯერებული. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა, რომ ორი ფაქტია საინტერესო. ერთს გავიხსენებდი, ქართველი მწერალია ზურაბ ლეჟავა, ძალიან საინტერესო და მოთხრობა აქვს, როგორ ჯანყდებიან ქანდაკებები. გონიკუს ტბაზე თუ რაღაც ესეთი და ძალიან საინტერესო მოთხრობა არის ამასთან დაკავშირებით და მოთხრობის სტილში არის გაკეთებული ეს და ძალიან ურჩევდი ჩვენს მაყურებელს წაიკითხოს ეს მოთხრობა. შენ რას დააჭერინებდი ეს ქართულს? მე იმ სტატიაში ჩემი სათქმელი ნათქვამი მაქვს, ნიშნულოვნად გალანძღული ვცვარ და საზოგადოების დიდი ნაწილი, თუნდაც მე, რომელიც გარკვეულწილად პატივს ვცემს, აი ამ ნაწილს მაინც ვერ ვპატიობს. მე არ ვთვლი, რომ ჩვენ ასე უნდა გამოვეკიდოთ ერთმანეთს, მე ვთვლი და სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ ის სტატია რეფლექსურია იმ აზრით, რომ სტატია შევია პასუხი, რატო გამლანძღეს იმ სტატიის გამო. რას დააჭერინებდი? მას უკვე უჭირავს ხელში. ფიალა და მახვილი. ბიძინა ივანიშვილი ვინ არის? მე არ მინდა რომ თავი დავიღალო ზედმეტი ანალიზით, ეხლა ფოქსკეჩერის გმირთან ხდება მისი შედარება და ასე შემდეგ. რადგან ამის უკან მე ნაკლებად მაინტერესებს როგორ მოვიდა აქამდე, მე უყურებ შედეგს, რას ვიღებ დღეს და შედეგი არის უმძიმესი. ეს უნდა რომ ეს მოხდარიყო, რა უნდა ეს კითხვა რა უნდა მას არის შემდეგი, მე მგონი ეხლა ვახსენე და უფრო დეტალურად დავხსნი რა, რომ მისი მთავარი პრეტენზია ხო სააკაშვილთან და ჩვენთან ძირითადი პრეტენზია რა იყო, რომ თქვენ არ აცდით ამ ხალხს მშვიდად ცხოვრებას. აი ეს იყო ხო მთავარი პრეტენზია და მე კი ამ ადამიანებს და მივცემ საშუალებას, რომ იცხოვრონ როგორც უნდათ. და სხვა შორის მე როგორც პოლიტიკოსის ეს მოვალეობაც არის, რომ მე უსმენ მის გამოსვლებს და 2013 წლის 5 თებერვალი იყო, მე მგონი,
როდესაც მან ჩაატარა პრესკონფერენცია და თქვა ასეთი რამ, რომ იცით რა ეს ნეპოტიზმი ეს ოდითგანვე მოვდგამს და ეხლა ეს ის პრესკონფერენცია, როცა კრიმინალზე თქვა შევეგუოთო. და ეს ნეპოტიზმი ჩვენი ბუნება არის და ეხლა ამაზე დიდი ამბის ატეხა არ ღირს. ანუ მისი კონცეფცია არის, რომ ის რაც გვაქვს ნაკლოვანებები, ესეც ჩვენი ბუნებრივი ცხოვრების ნაწილია და ასე იყოს. და ჩვენ პრეტენზიას გვიყენებდა, რომ თქვენ გინდათ რომ ეს იყოს დერეფანი, რომ იქ დიდი ტვირთები მიდიოდნენ, იქითკენ ვიყოთ ნიშნავენ რაღაცა და დავანებოთ რა ამ ხალხს, ვაცხოვროთ თავისი ცხოვრებით. აი იმავე პრესკონფერენციაზე თქვა ერთი მნიშვნელოვანი რამ, გასაღებია, როგორ ესმის მას საქართველოს. თქვა ასეთი რამ, რომ იდგეს კაცი 5 საათი პასპორტის სასაღებად რიგში. მე რა სამსახურში ეჩქარება თუ რა? ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზაა. როგორც კი შენ უშვებ იმას, რომ ის შეიძლება 5 საათი რიგში იდგეს, გარდაულად ზრდი კორუფციის რისკებს. და ის რომ ჩვენ ახლა კორუფციის რისკი გაგვეზარდა, აი ამ ნეპოტიზმის და იმის შედეგია და მე მაშინ სტატია დავწერე. ეს პირდაპირ არ უთქვამს, მაგრამ მისი კონცეფცია არის ასეთი. ვაცადოთ ადამიანებს ლუარსაბ თათქარიძეობა და ეს არის მისი კონცეფცია. აი შენი აზრით მარტო რო რჩებიან ყველაზე მაგრა ვინ ეტენება ბიზნესს? ეს გარეგნულათაც კარგად ჩანს და ამიტომ ბევრი ანალიზი არ გჭირდება. ხშირად ვინც იმეორებს მადლობა ბატონ ბიძინას, ეს გარეგნულათაც ჩანს და ამის კალკულაციით თავს არ ვიხლი. მიშას ვინ ეტენებოდა? ხო იყვნენ მაშინაც ეგეთები. რა თქმა უნდა, ძალაუფლების სადაც არის ძალაუფლების წერტილი, მის გარშემო არიან ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად რაციონალურად და პრაგმატულად ცდილობენ მოარგონ და არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ რომ ოპორტუნისტები, რომლებიც ცდილობენ რომ აი ამ ძალაუფლების აი ამ რაღაცა ვერტიკალში თავისი ადგილი იპოვონ. ეს გამიჭირდება ახლა მე რო ვთქვა, მაგრამ ის ვინც დავრჩით ნაციონალურ მოძრაობაში დღეს, დავრჩით სწორედ ის ადამიანები, რომლებიც აღმოჩნდა რომ ოპორტუნისტები მაშინ არ ვიყავით და ის ვინც წავიდა ჩვენგან მათ ღიად თქვეს სხვადასხვა ფორმით, რომ ისინი ყოველთვის არიან ხელისუფლებასთან. აი უმრავლესობის ყველაზე სექსუალური წევრი რომელია? ასეთი თვალით არ უყურებ მათ. ოპოზიციის? არც მათ არ უყურებ ასეთ. რატო? იმიტომ რომ ბუნებრივად ხდება მაგის ახმა. ხო, მაგრამ როდესაც პოლიტიკაზე ფიქრობ, სამწუხარო ის არის, რომ არა მარტო სხვა ადამიანებს ახასიათებთ პოლიტიკოსების მიმართ ეს, არამედ ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და სტერეოტიპულად ვაზროვნებთ, ხო? მაგალითად გიყურებ და მაგალითად არ ვფიქრობ თაფლიანი და კარაქიანი პური უფრო გიყვარს თუ სხვა რამე. ანუ არ მოგაწერ რაღაცებს. ეს განსაკუთრებით იმ ხალხზე არის ხოლმე, რომელიც ტელევიზორში ჩანს, ხო? არ მიაწერ ყოფით რაღაცებს. ის გონია, რომ აი როგორც ყველას ქონია ეგ სახუმარო ის რო არის ხოლმე, განსაკუთრებით ჩვენი მშობლების თავს, რომ მასწავლებელი ტუალეტში არ დადის, რა, დაახლოებით და ამ თვალით უყურებ ხოლმე ადამიანებს. ისე რომელ ქვეყანაში არიან ყველაზე ლამაზი ქალები? შვედეთი. აი ვის და ვის საუბარს მოისმენდი სიამოვნებით და რა თემაზე? ახლა იქიდან გამომდინარე მე რაც მაინტერესებს მოვისმენდი გალილეოსა და მაშინ იყო ესეთი კარდინალი ბელარმინო რომელიც შედიოდა იმ საბჭოში, რომელიც რაღაცებს უგზავნოდა კოპერნიკს და გალილეოს და ბელარმინოს ჰქონდა ძალიან საინტერესო კონცეფცია, როგორ უნდა მორიგებულიყო ცოდნა და რწმენა, როგორ უნდა მორიგებულიყო ის, რასაც ამბობდნენ იმ დროისნელი მეცნიერებები და როგორ მორგებოდა ეს ბიბლიის სწავლებას და არსებობს მის ძალიან საინტერესო წერილი ამასთან დაკავშირებით, როცა პრაქტიკულად ის გალილეოზე ამბობს, რომ
ნუ ამბობს გალილეო, რომ ეს არის როგორც არის რეალურად. მან თქვას, რომ მე რასაც ვამბობ, რომ თქვა დედამიწა მზის გარშემო ტრიალებს, ეს მან წამოაყენოს როგორც ერთ-ერთი პრაგმატული, ის რაც გვჭირდება კომპასისთვის, ნავიგაციის, როგორც ერთ-ერთი მოდელი და ახსნა სამყაროს და ნუ ამბობს, რომ ეს რეალობა ასეთი არის. და მათ მოусმენდი, მათი კამათი არ შემდგარა, ახლა კათოლიკური ეკლესიის ძალა დიდი იყო, მაგრამ საინტერესო იქნებოდა მათი აზრთა გაცვლა გამოცემა. მარგველაშვილი შენი აზრით უფრო კარგი ფილოსოფოსია თუ პრეზიდენტი? მოდით დავაცადოთ დასრულება და მერე შევაფასოთ. აი მას ბიძინას და ნიცშეს შორის საერთო რა არის? სრული გაუგებრობა. ნაციონალურ მოძრაობამ რატო არ მიიღო მარიხუანის დეკრიმინალიზაციის კანონი? იყო თუ არა ესეთი? ხო, ჯერ ახლა ხო თავის მართლების რეჟიმში ვართ და ახლა მაგაზეც ვიტყვი, ხო? ჩვენ ხო კრიმინალთან დიდი შეჭიდება მოგვიწია და ბუნებრივია ეგეც იმის ნაწილია, რაც ადამიანის უფლებებზე ვთქვი, ანუ დავამყარეთ წესრიგი და მე სად შეიძლებოდა უკვე ასე ვთქვათ მოშვება ეს თვალიდან გამოგვეპარა. და აქედან გამომდინარე და ერთი საინტერესო არის კიდე ამ კითხვაში რაც ჩანს, დათო რომ სუპრეტენზიით გველაპარაკებენ, ეს რატო არ გააკეთეთ, ის რატო გააკეთეთ, ანუ ჩვენში რო ხედავენ კომპეტენციას და რაღაცების გაცნობიერებას, სულ ფიქრობენ, რომ ეს შეგეძლო და არ გააკეთეთ. ზოგჯერ რაღაცები მართლა შეიძლება ხელის გულზე იდო, მაგრამ ნუ არ გავაკეთეთ. და გააკეთებთ? თუ მოხვდით ხელისუფლებაში? ეხლა ჩვენ პარტიაში არიან ადამიანები, რომლებისთვისაც ეს თემა ძალიან პრინციპულია და მნიშვნელოვანია. შენთვის თუ არ არის, ჩემთვის ღიად უნდა ვთქვა, მიუხედავად იმისა, რომ სტუდენტობის დროს გამისჯობს, მე არამწეველი ვარ და ამიტომ ნაფაზის დარტყმაც ნორმალურად არ ვიცი და ამიტომ ეს გასინჯვაც ისეთი უღიმღამო და უგერგილო იყო, რომ ბოლისგან მერეოდა გული თუ რაღაცა მიმოქმედა, ეგეც არ ვიცი. და ჩემთვის ეს მნიშვნელოვანი არ არის. და იმისაც რომ ამაზე პოზიცია გქონდეს, გარდა გონებისა და გონებით კი ხვდები, რომ დეკრიმინალიზაცია აუცილებელია, ჯერ გული არაფერს არ მეუბნება. რაღაცნაირად ეს აი მაგალითად ვინმე რომ მითხრას, რომ იცით რა, აი ხინკალს რო ჭამ უნდა აგიკრძალოთ 100 გრამი არაყის მიყოლება, იმაზე გადავირევი, იმიტომ რომ ეს ჩემი სოციალური პრაქტიკის ნაწილია და ის არ არის ჩემი ყოველდღიურობის და სოციალური პრაქტიკის ნაწილი და ამიტომ პოზიციაც ამიტომ არ მაქვს, თორე გულგრილი კი არა ვარ უბრალოდ. აი შენთვის როგორც ფილოსოფოსისთვის რა არის ღმერთი? ეს ჩვენი ცხოვრების არსებითი კითხვა არის და ბოლო 4-5 საუკუნეა ძალიან საინტერესო პროცესის მომსწრევართ, როდესაც მეცნიერებამ დაიწყო, ასე ვთქვათ, სამყაროს ახსნიდან ღმერთის გამოდევნა და მერე რაღაცნაირი თავშესაფარი იყო, რომ ხო ეს ფუნდამენტური ცნება არის იგივე მორალისთვის, მაგრამ იქ მერე სხვა მხრიდან შეუტიეს ღმერთს, რომ ჩვენ ხო იმიტომ არ ვიქცევით კარგად, რომ ვიღაცა იქ ორკაპიანი ჯოხით გველოდება, ხო? ამიტომ ეს საზოგადოებრივი სვლა, თქვათ, როგორც ეთიკის, ისე ფიზიკის იწევს რაღაცნაირად იმ არეალის შევიწროებას, სადაც ღმერთი რჩება და დღევანდელობაში მნიშვნელოვანი კითხვა რჩება ის, რატომ სწამს მას, ვისაც სწამს. ანუ ის დავიდა გარკვეული აზრით სოციოლოგიურ კითხვამდე და სოციოლოგიურ ფენომენამდე. და სატანა აი ღმერთის გასაწონასწორებლად დაიბადა, ასე ვთქვათ, თუ შექმნეს? ну, როდესაც
ადამიანი იგონებს ღმერთს და იმისაც რომ მას ჭირდება გარკვეული მოვლენების ახსნა, რომლის კლასიკური ფორმულირება ერთ წინადადებიანი არის ის, რომ ჩვენ ძალიან დიდი ადამიანის მიერ ნათქვამი, რომ ჩვენ გვაოცებს ვარსკვლავებით მოჭედილიცა ჩვენს ზემოთ და მორალური კანონი ჩვენში, ანუ ეთიკა და ფიზიკა არის, ხო? პირველი ბიძგი, რატომაც რაღაცებს ვერ ხსნი და შესაბამისად ჭირდება ეცნება, ხო? ამის შემდეგ უკვე ჩდება მოვლენები, რომლებიც თუ ყოვლის შემძლეობას მიაწერ ღმერთს, ძნელად ასახსნელი გამოდის, ხო? მიწისძვრა, პატარა ბავშვის გარდაცვალება და რაღაც. ამიტომ მასაც რაღაცა ახსნა ჭირდება და მარტივი არის, რომ შემოიტანო ესცნება, თუმცა კარგი და ჭკვიანი ადამიანები საუკუნეების მანძილზე პირიქით ღმერთს ღირსებად უთვლიდნენ იმას, რომ ამ კონცეფციით, რომ მან დაუშვა თავისუფალი ნებაც და თავისუფალი ნებას კი აუცილებლად მოყვება რაღაცა უარყოფითები, რომლებიც მერე ან ამბობ, რომ ეს ესეა, ან იწყებ ბრძოლას და მაშინ მიდიხარ იმასთან, რაც კარგად არის აღწერილი ძმებ კარამაზოვებში, რო არის დიდი ინკვიზიტორის თავი, როდესაც ქრისტე ცხადება დიდი ინკვიზიტორს და ქრისტესაც კი ეუბნება, რომ ჯერ საყვედურობს, რომ თავისუფალი ნება რატო დაუშვიო, მაგის გამო არის ეს ყველაფერი, ჩვენ ახლა კოცონების გვჭირდებაო და ხმარ გაიღო ეუბნება. ხმარ გაიღო, თორე გაგიყვანო და შენს კოცონზე დაგწოვო. კაი, რომელი ქართველი პოლიტიკოსები ემსახურებიან რუსეთს კონკრეტულად? ბევრია ესეთი? მე სახელებს და გვარებს კი არ ჩამოვთვლი, მე ჩამოვთვლი რითი ემსახურებიან. ვისი ქმედებაც მიმართულია ქართული ეკონომიკის დასუსტებისაგან. ის ამით აუცილებლად ემსახურება რუსეთს. ვისი ქმედებაც მიმართული არის შუღლის გაღვივებისაკენ. მე ვგულისხმობ უმცირესობებს. ეთნიკურს, რელიგიურს, სექსუალურს და ასე შემდეგ. ისინი ამით ემსახურებიან რუსეთს. იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდა ვიყოთ ევროპული ღირებულებების საზოგადოება, ამას ჭირდება კეთილდღეობის რაღაცა დონე, აუცილებლად და ამას ჭირდება აუცილებლად სამოქალაქო შვიდობა და ერთმანეთის განსხვავებულობის აღიარება და განსხვავებულობის ადნა. ის ვინც გამოდის ანტითურქული, ანტისომხური, ანტიაზერბაიჯანული მოწოდებებით. ის აუცილებლად ემსახურება რუსეთს. ეხლა ის ვინც პირდაპირ ანტი-ნატო და ანტი-ევროკავშირის განცხადებით გამოდის, ამაზე ლაპარაკიც არ არის. კარგი, 21 საუკუნეში ვინ გააკეთა ყველაზე მეტი საქართველოსთვის ადამიანმა? 21 საუკუნეში. მე მაინც ამ შემთხვევაში პოლიტიკოსებს არ დავასახელებდი. ეს ძალიან კონტროვერსიულია და ადამიანები სხვადასხვანაირად აფასებენ. კახა ბენდუკიძე თუ შეიძლება იქნას განხილული როგორც არაპოლიტიკოსი, რომელიც ზოგჯერ შოკის მომგვრელი იდეებით ამარაგებდა ჩვენ საზოგადოებას და მეც შეიძლება მქონია რაღაცა ეტაპზე, რომ ეს კაცი რას ლაპარაკობს. მე ამ თვალსაზრისით რომ მე თვითონაც და ბევრ ჩვენთანაც გადაელახა რაღაცეები. ხო, სტერეოტიპული წარმოდგენები, საბჭოთა წარმოდგენები. კახას როლი განუზომელია. აი ამდენ სადღეგრძელოებს რო ვსვამთ, ეს ტრადიციაა, დროის გაყვანის საშუალებაა თუ კომპლექსია რაღაც? ამაზე ძალიან უკვე ბანალობად ქცეული პასუხი არის, რომელსაც ახლა არ ვიცი როგორ ჩამოვაყალიბებ, მაგრამ მაინც ასე ვიტყოდი, რომ ეს არის, როდესაც შენ თავს არ მართავ და ჩვენ ხო სადღეგრძელოების ეს ტრადიცია, როგორც ვარაუდობენ, არის ბოლო 150 წლის ტრადიცია, ხო? როცა შენ თავს არ მართავ, სადიოხებ გულს, ხო? სუფრაზე.
და შესაბამისად ეს ამის შედეგია. ამიტომ ეს ძალიან მარტივი ახსნა. მე ვიღაცებს რაღაცა ეტაპზე ბეზრდებათ ის, რომ შეგიძლია უკვე დანომროს ადგილები აღარც კი გაიმეორო და ვიღაცები კი ამას მთელი ცხოვრება ასე აკეთებენ. პატივცემ მათ არჩევანს. ეს მათ ცხოვრების საქმეა. ამ ადამიანებსაც უნდა გაუგოთ იმ გაგებით, რომ ისინი მათ წარმოუდგენიათ, რომ თავიანთ ქართული ტრადიციებს ისინი ამით სცემენ პატივს და ემსახურებიან. მათი განზრახვა აბსოლუტურად ჯანსაღი და გულწრფელია. უბრალოდ რაღაცა ეტაპზე, როცა ვიწყებთ ახსნას, რომ იცი რა, აი ერთი პატარა კარგი საქმის გაკეთება ჯობია გრძელსა და გრძელოს, წინთ ბრაზდებიან, რომ შენ ქართველობის გადაგვარება გინდა რაღაცა, მაგრამ აქ საჭირო არის მუდმივად ამაზე არც ისინი უნდა ბრაზდებოდნენ, არც ისინი, ვისაც ადგილები არ მოსწონს ან მოგწონს, რაღაცა ეს ღირებულებებზე მუდმივი დიალოგია და ეს საზოგადოებისაც ნორმალურია. და შენ ისი კომპლექსი გაქვს? ტონა არის ალბათ კომპლექსების, როგორ შეიძლება ეს. მაგას რო კარგად ვაცნობიერებდე, კომპლექსიც ხო არ იქნებოდა. ხო და ის გწვენია, როცა წარსულზე რამე არსებობს ეგეთი, რომ იხსენებ და გწვენია. კი. პირველი ვინ გახსენდება სიტყვაზე ქაჯი? რავი, მიჭირს თქმა. ხო, ეხლა იმის გამო რომ მე პოლიტიკურად ძალიან მიკერძოებული ადამიანი ვარ, რაღაცა დასახელება იმ თავის ვიღაცის დასახელებას გადაყავხარ იმ წუთად რაღაც პოლიტიკური სიმპათია, ანტიპათიის კონტექსტში და ამიტომ ჩემი მხრიდან ალბათ დააღრეს, მაგრამ თავისთავად ქაჯი ეს არის მოდი ესე ვთქვათ, ჩვენ გვაქვს ჩვენი რაღაცა პრივატულობის სივრცე რა და იმის გამო რომ ეს პრივატულობის სივრცე დავიცვათ რაღაცა ზოგჯერ სიტყვით არ თქმული, მაგრამ რაღაცა ურთიერთშეთანხმება არსებობს ჩვენ შორის და ვინც ამას აი ესე მოურიდებლად არღვევს, ის არის ქაჯი. სუნი რისი გიყვარს? სოფლის. და გემო? ზოგადად ჭამას პატივს. ხინკალი მომდის თავში, მაგრამ თევზეულისკენაც კარგი ხინკალი სადგეთდება. ეს რატოა, რომ ხინკლის ქვეყანაში ხინკალს ვერ ვაკეთებთ კარგად? იცი სადმე? რატო ახლა 1-2 ადგილი რომ მივდივართ ანანურს რო გავწდებით 1-2 ადგილი არის. თბილისში ვიძახ. თბილისში მაგალითად რამდენიმე ადგილი არის კოჯრისკენ გზაზე ისეთი. არაფერი განსაკუთრებული, კარგად ახვევენ რა ვიცი. მე მომწონს. რას არ გააკეთებ არასდროს? რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, რომ პირველი საკუთარი პრინციპების ერთგული დარჩე, ერთი მხრივ და მეორე მხრივ სხვა ადამიანს ხაზი არ გადაუსვა, იმიტომ რომ შენგან განსხვავებული პრინციპები აქვს. ინტელექტი რისგან იქმნება? საერთოდ იქმნება თუ ეს თავისთავად მოსდევს ადამიანს? მოდი ასე ვთქვათ, რომ მხოლოდ კითხვა ამას არ უშველის. ამას ჭირდება რაღაცა ტიპის ცხოვრებისეული გამოცდილება. ძალიან კარგ ადამიანს ზეინაბ სარაძეს ამას წინათ Facebook-ზე ქონდა ჩანაწერი და თავისი ბავშვობის მოგონებას იხსენებდა, როცა წავიდა წვანილის საკრეფად გააგზავნეს ბოსტანში და აღწერს მომენტს,
როდესაც ყველაფერი გაჩერდა და არის გამაყრუებელი სიჩუმე. აი რასაც კირკეკორი ძრწოლას ეძახის, ხო? როცა რაღაც უფსკულში ვარდნის შეიძლება თვითონაც წერს ზეინაბი, რომ წამის მიასედები გაგრძელდეს და მე რაღაცამ აქედან გამოგეყვნოს. ეს განცდა თუ არ არის რაღაცა ტიპის, ახლა ბანალურ რამეს ვიტყვი, მაგრამ რაღაცა ტიპის საკაცობრიო სევდის განცდა. მარტო წიგნების კითხვა არ შველის. კარგი, აი ამათგან ყველაზე კარგი მეფე ვინ იქნებოდა? გაჩნია რა ფუნქციას დავავალებდით, ხო? რთული სათქმელი არის, ყველა სხვადასხვანაირი მართველი იყო. მეფის როლში ვერ წარმომიდგენია. ვერც ერთი? ვერა. კარგი, შემდეგ სტუმარს დაუტოვე რამე შეკითხვა. რა ეშველება ლარს? დიდი მადლობა რომ მოხვედი, წარმატებებს გისურვებ. დიდი მადლობა.